აფხაზეთი ჩემთვის არის სახლი, მონატრება, რომელიც ისე დავკარგეთ, რომ ვერც განვიცადე, რას ნიშნავს. 8 თვის ვიყავი, როცა წამოვედით აფხაზეთიდან, ამიტომაც ცოტა რთული ასახსნელია, რას ნიშნავს ესე მოკლედ აფხაზეთი ჩვენთვის. იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს. სიტყვებით ცოტა რთულად გადმოსაცემსაც. აფხაზეთი შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში მაშინვე, როგორც კი რაღაცების აღქმა დავიწყე, როგორც კი რაღაცების გაგება დავიწყე, იმიტომ რომ მშობლები ამას მუდმივად მახსენებდნენ, არა, მიყვებოდნენ, მაჩვენებდნენ, მერე უკვე სკოლაში, როცა რაღაცების სწავლა დავიწყეთ, როცა ისტორია შემოვიდა, როცა სიუჟეტები ვნახე, აი იქიდან, ღრმა ბავშვობიდან, ალბათ იმ მომენტიდან, როცა პირველი სიტყვები ვთქვი. ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებული პრობლემა, კონფლიქტი თუ გაუგებრობა, რაც შეიძლება ამას დავარქვათ, კონკრეტული ახსნა ესე არ მაქვს, მაგრამ მოგვარება ალბათ მხოლოდ დიალოგით, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკოსები არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას, რომელიც აუცილებლად ადამიანური ურთიერთობების საფუძველზე უნდა დაალაგდეს და მოყვარდეს. რომ აღვადგინოთ სუფთა ადამიანური, მეზობლური, ნათესაური ურთიერთობები, განვაახლოთ და ამ კომუნიკაციის საფუძველზე უნდა მოხდეს ჩემი აზრით კონფლიქტის მოყვარება. გზავნილი ალბათ ის არის, რომ ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და რომ აფხაზეთი საქართველოა და რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და შეიძლება უპატიებელი შეცდომები გვაქვს ორივე მხარეს დაშვებული, მაგრამ მთავარია მიტევება და მთავარია ერთად ყოფნის დიდი სურვილი.